კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებოდა დღეს რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია პირველად თელავის რაიონის სოფლებში, ბუშეთსა და ვანთაში მივიდა. მინისტრმა კომპენსაციების გაცემის პროცესი შეამოწმა და ამ პროცესში არსებული პრობლემებითაც დაინტერესდა. დავით ნარმანია მოსახლეობის პრეტენზიები მოისმინა და აღნიშნა, რომ თითოეული საჩივარი ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი. დღეს მინისტრი ქართულ ბანკის ფილიალშიც მივიდა, რომ დაზარალებულთა მიერ თანხის ხელზიაღების პროცესი გაეკონტროლებინა. ამ დროისათვის 12 მილიონი ლარი უკვე 9,000 ოჯახზეა გადანაწილებული. ჩემი ჩამოსვლის უმთავრესი მიზანი იყო ის, რომ მენახა კომპენსაციების გაცემის პროცესი, შევხედროდი ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს კომპენსაცია, რომელთა სასოფლო-სამეურნეო ზიანის აღწერა მოხდა, ასევე იმ ადამიანებს, რომელთა სახურავების გადახურვის სამუშაოები განხორციელდა და ჩატარდა, მე უშუალოდ მინდოდა გავსაუბრებოდი ამ ადამიანებს, რამდენად კმაყოფილები არიან ისინი. ვნახეთ, რომ პროცესი, რასაც ქვია აღწერის პროცესი, მიმდინარეობდა ნორმალურად. ცადეთ, რომ რაღაცა გაგვეკეთებია, შეგვემაგრებია სახლი, მაგრამ ეს არაფრად არ აყოფნის ის თანხა, სულ არაფრად. ძველი სახლია და ესე იგი კრამიტები სულ მოგლიჯა, ჩამოიტანა დაბლა.